ვისაც დაგაჯერეს, რომ ნაცი პროდასავლელია, ამ სათაურით ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის მოადგილე ვიდეო კოლაჟს აქვეყნებს, სადაც ასახულია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებისა და წევრების კავშირები და ინტერესები რუსეთთან. ვისაც დაგაჯერეს, რომ ნაცი პროდასავლელია, უკვე დროა ცოტათი უფრო კრიტიკული აზროვნება დაიწყოთ. Все россияне, которые едут с туризмом, со всеми хорошими намерениями, делают бизнес, будет очень приветствовать. Уезжайте вы. ჩვენი მხრიდან გახსნილია სავიზო რეჟიმი, ჩვენ მივესალმებით მხოლოდ რუს ტურისტებს. ბიზნეს არანაირი პრობლემა არ შექმნია და ციფრებს რო შეხედოთ, მინდა გითხრათ, რომ გაიზარდა კიდევაც ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს კი, დამსხვილი ბრუნვა. ის რომ ქართული ღვინო გავა რუსეთზე და ამით ვიღაც ქართველი გლეხი აქ ფულს იშოვის რუსეთის ბაზარზე თუ ამას ეს მოყვება მეც ვიდრე დღეს შოულობს ეს ნიშნავს რომ ეს არის კარგი ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ლიბერალური რეჟიმი რუსეთთან მიმართებაში თუნდაც ვაჭრობის კუთხით ნებისმიერ ამის შეუძლეთ შემოიტანოთ ანუ ფულით შეუძლეთ შემოიტანოთ თვითონაც შეუძლეთ შემოიტანოთ პროდუქციაც შეუძლეთ მომსახურებას ნებისმიერ ამით ჩვენსკენ უპრობლემოდ შემოწა ჩვენ გვაქვს თავისუფალი რეჟიმი პრობლემა არის იქით ამ ხრიდან და თუ იქით ამ ხრიდანაც იქნება ანალოგიური ეს იქნება მომგებია როგორც ჩვენთვის ისე რუსეთის ბაზრისთვისაც აი ეს არის ახალი რუსეთი რომელთანაც აუცილებლად შეძლებს მეგობრობაში ყველაზე ძლიერი დიპლომატი ვინ არის, ვისთანაც ქონიათ ურთიერთობა, იმის დაგამახსოვრდათ. ლავროვი. აი ზოგადად დიპლომატი კომენტაროდ და უსიტყვოდ ლავროვი. საქართველოში მოღვაწე სახელმწიფო კომპანია როგორც არის VTB ბანკი, ისეთვე როგორც არის RAOIS და ასე შემდეგ ძალიან აქტიური ინვესტიციებს ახორციელებენ და ასე ვთქვათ ფულის ასე ვთქვათ სუნი არ უდის, ნებისმიერი ინვესტიცია კაპიტალი საქართველოში არის მისასალმებელი. Люба Успенская დამიჯდა რომ დამიწყა თავისი მივხვდი რა არის რუსი რესპონდენტი გახსნილი თავისუფალი. სულ სხვანაირია, იმიტომ რომ რუსეთში ცხოვრობს სხვა გალაქტიკა, სხვა მასშტაბები. არის რამდენიმე სიმღერა, რომელიც მე ძალიან მიყვარს თქვენი. და манит, карусель. манит, карусель. წერალი დასასრულაშვილი, რომელიც იყო მიხალკოვის შვილის ქორწილში. ბევრი იყო რუსეთიდან ჩამოსული. კი, ბევრი ხალხი იყო, ხა ნათესაობები ამ ნაძას ნათესაობა. ჩვენ უვიზო მიმოსვლა გავაკეთეთ იმისაც, რომ რუსული საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც დაინტერესებულია საქართველოს ჩამოსვლით, საქართველოს მოგზაურობით, საქართველოს туризмით, საქართველოს инвестирებით. 11 июня в московском клубе А2 концерт Нино Катамадзе и группы Inside. Сейчас. Спасибо большое. Спасибо. Спасибо.